მშვიდობის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ მე-9 არხის საინფორმაციო გამოშვება ეკოს 6 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს მე თაკო ფეიქრიშვილი გაგაცნობთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 8 დღე რჩება, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალციხეში დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები აქტიურ სააგიტაციო კამპანიას აგრძელებენ. რა აქვთ საერთოდ და რით განსხვავდება ერთმანეთისგან იმ პოლიტიკურ პარტიების საარჩევნო პროგრამა, რომელთაც ახალციხეში მერობის კანდიდატები ყავთ წარმოდგენილი თემით ლუბა გიორგაძე დაინტერესდა. დრო ამოვაწესრიგოთ ქვეყანა ამ სლოგანით ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლები პირველ რიგში სახელმწიფოს ბიუჯეტის მოწესრიგებას გეგმავენ. გამგებლობისა და მერობის კანდიდატების თქმით ბიუჯეტი გარღვეულია, ამიტომ მისი დროული მიხედვა აუცილებელია. პარტიის პროგრამაში ერთ-ერთი პრიორიტეტულია ჯანდაცვის სფერო. სხვა პარტიების საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულზე ყურადღება გამახვილებული არ არის. უფრო კონკრეტულად კი ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია ამბულატორიების სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და პოლიკლინიკების მოწესრიგებას გეგმავს. ისინი პროგრამის მიხედვით ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას, შიდაგზების მშენებლობას, პენსიონერთათვის 25 ლარიანი დანამატის გაცემას და სხვა სოციალური პაკეტების შემუშავებას გეგმავენ. ქალაქის ბიუჯეტიდან გამომდინარე შეუძლებ აი მინიმუმის გაკეთებას, რომელიც საარჩევნო პროგრამაში მაქვს. ძირითადად მაქვს ჩამოყალიბებული სულ ესე იგი 12 საკითხია. ორი მთავარი ჩემი პრიორიტეტული საკითხი ეს არის სოციალური საკითხი და დასაქმების საკითხი. პრიორიტეტული არის ყველასთვის თავისი ოჯახის ბიუჯეტი და თანხა. მართველი პარტიის ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ამბობს, რომ როგორც ქვეყანაში, ისე ახალციხეში ბევრი პრობლემაა, ამიტომ გიორგი კობაძის თქმით, მათი საარჩევნო სლოგანი ერთად ვიზრუნოთ ახალციხეზეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გარდა ამისა, ქართული ოცნებიდან ახალციხის მერობის კანდიდატს კიდევ ერთი სლოგანი აქვს: გადავაქციოთ ახალციხე ტოლერანტობისა და მეგობრობის ქალაქად. კანდიდატი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამორჩეველს მინიმუმ ერთი საწარმოს გახსნას და საქმების პრობლემის მოგვარებას, ახალი საცხოვრებელი ბინის მშენებლობას, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ფასად, ტურიზმის განვითარებას, ქალაქში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას და სხვა სოციალურ საკითხების მოგვარებას პირდება. ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ, ეს არის ჩვენი ინფრასტრუქტურა, ტურიზმის აღორძინება, ახალგაზრდობასთან უფრო აქტიური მუშაობა და მათი აქტიური ჩართულობა როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივ პროცესებში. ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სუბიექტები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აღარ მიმდინარეობს. ამიტომ ისინი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეჩერებული პროექტების გაგრძელებას აპირებენ. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის სლოგანია ერთად ავამუშაოთ ახალციხე. მათ პროგრამაში ყურადღება ასევე გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე: საწვავსა და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმება, საგადასახადო ამინისტია, გზების მშენებლობა, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის, ტურიზმის განვითარება და სხვა. მართლა ჭირდება ახალციხეს ამუშავება და ამის პოტენციალი გვაქვს მხოლოდ ჩვენს გულს, ადამიანებს, რომელსაც მართლა შესტივათ ახალციხისთვის გული, რომლებსაც აი გული გვტკივა, როდესაც უყურებთ ჩვენი დაწყებული საქმეები როგორ არის გაჩერებული და თითითიძე აღარ იძულება. იმის რამე მიმატება კი არა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, უბრალოდ მისი გაფრთხილებაც კი ვერ შეძლო დღევანდელმა ხელისუფლებამ. პრიორიტეტი, რაც საქართველოს გზის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა სხვა პოლიტიკური პარტიების გეგმებისაგან განასხვავებს, მედიაზე ზრუნვა იქნება. მერობის კანდიდატი გოჯა ათოშვილი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქალაქში ადგილობრივი რადიოქსელის ამოქმედებას აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ იგი ხელისუფლების მაკონტროლებელი და მიმდინარე პროცესების ინფორმატორი იქნება. კანდიდატი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კონტროლის მიზნით სხვა მედია საშუალებების გაძლიერებასაც გეგმავს. პარტიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიზნესის განვითარებაა, რაც დასაქმების უალტერნატივო საშუალება იქნება. პროგრამით ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც. საქართველოს გზის მერობის კანდიდატის საარჩევნო სლოგანია ახალციხე ტყუილის გარეშე. სლოგანი მთლიანად თითოეულ რეგიონს, თითოეულ სოფელს და თითოეულ პუნქტს ეხება იმდენად, რამდენადაც ხალხს სიმართლით არ უთხარით, ჩვენი განვითარების პერსპექტივა ნაკლებია სიმართლის გარეშე და ხალხს რეალობა უნდა დავანახოთ და ამ რეალობის გადაჭრაზე უნდა ვიზრუნოთ შემდგომში. თვითმმართველობის არჩევნებისათვის ახალციხეში პოლიტიკური პარტიების პროგრამა და პრიორიტეტები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. საერთო ჯამში ყველა მათგანის მთავარ პრიორიტეტად ეკონომიკა, სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, განათლება, ტურიზმი, კულტურა და სპორტი რჩება. რომელი პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილი პროგრამა იქნება ამომრჩევლისათვის უფრო მისაღები და ვის დაუჭერს მოსახლეობამ მხარს, ეს 15 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.
ბორჯომის 4 სოფელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელმაც სავარაუდოდ $1,000,000 ლარს გადააჭარბა. მუნიციპალიტეტში მოშლილ ინფრასტრუქტურასთან ერთად სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ დვირში მთლიანადაა მოშლილი სასმელი წყლის სისტემა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. ვრცლად ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ შედეგებს ითვლიან, ადგილობრივ თვითმმართველობაში ვარაუდობენ, რომ ზარალის ოდენობა $1,000,000 ლარს გადააჭარბებს. სტიქიის ზონაში ზარალის აღწერა 2 ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სტიქია არ განმეორდება, ამ ეტაპზე სოფლებს საშიშროება აღარ ემუქრება. ამ ეტაპისთვის საშიშროება არაფერი არ წარმოადგენს, თუ არ განმეორდა იქ სტიქია. This ალბათობა ძალიან დაბალია როგორც ჩანს და მოკლედ სამ სოფელში პარალელურად მიდის მუშაობა, ეს თქვენ მაგისტრალი თბილისში იყო დაზიანებული და ჩვენი სარეზერვო ფონდიდან ვახერხებთ რომ რეაბილიტაცია მოვახდინოთ და ამ მისაღებენაზეც მოხდება ამუშავების დაწყება, სადაც 300 ეძახი ტარგდებოდა დაახლოებით სოფელში. სოფლებში, საკირეში, დვირში, დგვარსა და ტაძრში მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დროისათვის შეუზღუდავად მიეწოდება, თუმცა პრობლემებია სასმელ წყალთან დაკავშირებით. სტიქიამ სისტემის დიდი ნაწილი დააზიანა, რის გამოც სოფელ დვირის მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება. ადგილობრივები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის პირველ პირებს იმედი აქვთ, რომ სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ცენტრალური ხელისუფლება ანაზღაურებს. სასმელი წყალიც მოწყდა მოსახლეობას წყალი დაუწყდა სასმელია. ზები დაგვინგრია სასაფლაოს გზა არის, საერთო სოფლის გზა არის, ვერც საქონელი მიყვას, ვერც მიწებით ზევით აგვაქვს ჩვენ ნაკვეთები, ის ნაკვეთებიც დაგვინგრიეს. ძველი 65 წელს არის ის სასმელი წყლის მაგისტრალი გაკეთებული და იმდენად დაზიანებული, რომ მისი აღდგენის მე მგონი მაგ აღდგენაზე ფიქრიც არ შეიძლება და ამიტომ ვფიქრობთ ახალი მაგისტრალი გავაკეთოთ. დაახლოებით თვეთვენახევარი დაჭირდება ახალი მაგისტრალის გაკეთებას, იმიტომ რომ ელექტრონული ტენდერი უნდა გაუშვათ 20 დღიანი და მაგას 100,000-იან ხარშთაღებს წავით რამდენად შეგვიძლია პირდაპირ მიცეთ ვინმეს. გვინდა მოვაგვაროთ ეს პრობლემას და მაგას უკვე ადგილობრივი ძალებით, ადგილობრივი თანხებით მოვაგვაროთ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქია 3 ივნისს მოხდა 2 საათიან ძლიერ წვიმასთან სეტყვას ახლდა. წყალდიდობის შედეგად კალაპოტი შეეცვალა მდინარე საკირულას, რომელმაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები, ნათესები და საქონლის სადგომები დატბორა. წყალმა იმსხვერპლა შინაური ფრინველიც, წყობრიდან გამოვიდა შიდა გზები. სტიქიის შედეგად საკირის, დვირისა და ტაძრისის დასახლებებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სოფელ დვირში წყალდიდობამ 1 ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ახლა კი რეგიონის გარეთ განვითარებულ მოვლენებს გავესწროთ, ვნახოთ რა ხდებოდა ქვეყნის მასშტაბით 6 ივნისს ეკოში საქართველოს ამბების დროა. ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულში ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს დაუშვებელს უწოდებს. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარი კომისიის თავმჯდომარეზე პირდაპირ ზეწოლად შეაფასა. მაშინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს მიმართა პირადად გააკონტროლონ აღნიშნული საქმის გამოძიება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დასაჯონ. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მარნეულში პარტიის გამგებლობის კანდიდატის ახმედ იმამყულიევის რეგისტრაციიდან მოხსნას აპროტესტებდა. პარტიის წევრები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში შევიდნენ და აღნიშნულ ფაქტზე მისგან განმარტებას ითხოვდნენ. მე მინდა ვიმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას და განვითარებას. და მით უმეტეს საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე განხორციელების გაუგონარი ზეწოლა ეს არის ყოველად დაუშვებელი და ამას ჩვენ არასოდეს არ მივიღებთ. და ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება შესაბამის უწყებების მხრიდან. 550 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინას საკუთრებაში სიმბოლურ ფასად ერთლარად მიიღებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დავით დარახველიძემ განაცხადა, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების მინისტრმა აღნიშნა, ეს მიმდინარე წელს აღნიშნული დევნილებისათვის ბინების გადაცემის მეორე ეტაპი იქნება. მისი თქმით, აქამდე ბინები 894 ოჯახს გადაეცა. დარახველიძის განცხადებით, წლის ბოლომდე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემა კიდევ 5000-მდე ოჯახისთვის იგეგმება. ამჟამად დამუშავებაში არის ეკონომიკის სამინისტროში
502 ოჯახისათვის კიდევ საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემა. დაახლოებით ეს ყველაფერი ერთად 2000-მდე ოჯახი იქნება სულმარი, ხოლო წლის ბოლომდე ჩვენ გეგმავთ, რომ 5000-მდე ოჯახს გადაეცეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორსულობისათვის პრეპარატების დარიგებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ორსულობის დროს განსაკუთრებული აქტუალობის მთელი რიგი ვიტამინები და მიკროელემენტები არსებობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ორი: ფოლიუმის მჟავა და რკინა. მინისტრის თქმით, ფაქტობრივად დღეიდან 13 კვირამდე ორსულებს მიეწოდებათ ფოლიუმის მჟავა, ხოლო 26 კვირის შემდეგ რკინის შემცველი პრეპარატები. ძიმესენით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად სოლიდარობის ფონდი იქმნება. ამის შესახებ 6 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. ნინო კობახიძის განმარტებით მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 45 დღის ვადაში ფონდის მუშაობის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. საორგანიზაციო ჯგუფს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშიუ ხელმძღვანელებს. რაც შეეხება ფონდის დაფინანსების საკითხს, ნინო კობახიძის თქმით, ფონდში თანხის შეტანა ნებაყოფლობით იქნება და მასში მონაწილეობის მიღება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს შეეძლებათ. სოლიდარობის ფონდი პირველ ეტაპზე ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა ისეთი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რომელთა სრულიად დაკმაყოფილება დღეისათვის ჩვენს ბიუჯეტს და სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებში არის შეუძლებელი, მაგალითად ძვირადღირებული მკურნალობის სრული დაფინანსება მძიმესენი დაავადებული პაციენტებისათვის და მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობისათვის. აღნიშნული ფონდისთვის რესურსების მობილიზაცია მოხდება ნებაყოფლობით, პირველ რიგში ღირსშესანიშნავი საჯარო მოხელეები და შემდეგ მოხდება სხვადასხვა ნებისმიერი მსურველის ამ პროცესებში ჩართვა. სოლიდარობის ფონდის ფორმატი, რომელიც განიხილება კონცეფციის დონეს და რომელიც არის შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან, იქნება ინტეგრირებული პლატფორმა. ის გამოიყენებს როგორც საჯარო მოხელეების მიერ ნებაყოფლობით დონაციას, ასევე საბანკო პროდუქტებიდან, ასევე ნებაყოფლობით მიკრო კონტრიბუციებს. პირველი ივნისის მონაცემებით 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურის მოხსნის 385 ფაქტი დაფიქსირდა. 6 პოლიტიკური პარტიის 50-მდე წარმომადგენელმა გადაწყვეტილება სავარაუდო ზეწოლის შედეგად მიიღო. კითხულობთ სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშში. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯერი ამბობს, რომ კვლევაში ასევე გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის 1 ფაქტი, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი. ანგარიში 11 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ყველა პარტია საუბრობს იმაზე, რომ მათი სააგიტაციო მასალის განზრახ დაზიანება ხდება. ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ბევრი ფაქტი არის სააგიტაციო მასალის არასათანადოდ განთავსების და ასევე არასათანადოდ დამზადებისა. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან საინტერესოა, როგორ აფასებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ანგარიში ასახულ ყველა ფაქტს, რომელმაც შესაძლოა, რომ პირდაპირ ან ირიბი გავლენა მოახდინოს საარჩევნო გარემოზე და ჩვენი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოვახდენთ აღნიშნულ ფაქტორებზე. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სპეციალური მოწყობილობები დაურიგდება. ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ ეგრეთ წოდებული set-top box-ების შესყიდვის გამარტივებული პროცედურა სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფი ოჯახებისთვის უკვე დაიწყო. რა არის ციფრული მაუწყებლობა და რას ფიქრობს აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ნინო ბერიძე კი ამბობთ. ახალციხის მკვიდრი დარეჯან ბალახაძის მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. რა არის ციფრული მაუწყებლობა და რას გულისხმობს იგი ოჯახის დიასახლისისთვის უცნობია. მას არც იმაზე აქვს ინფორმაცია, რომ მისი ტელევიზორი ციფრული მაუწყებლობის შემთხვევაში აღარ გამოდგება და ამისათვის სპეციალური მოწყობილობა ეგრეთ წოდებული set-top box-ის გამოყენებაა საჭირო. მისი თქმით, თუ სახელმწიფო იმ ვალდებულებას აიღებს, რომ რესივერები სოციალურად დაუცველებს დაურიგოს, მათთვის დიდი შეღავათი იქნება. ეს ერთი კუთხით კარგია. იმიტომ რომ ინფორმაციას მაინც მიიღებ ქვეყანაში რა ხდება. თავარია კარგი.
ინფორმაცია მივიღოთ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სპეციალური მოწყობილობის გამარტივებული შესყიდვის პროცედურა უკვე დაიწყო. რეგიონული ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ set-top box-ი ტელევიზორს უერთდება მაუწყებლობის სიგნალს ციფრულად გარდაქმნის და გამოსახულების მიღებას შესაძლებელს ხდის. მაია იველაშვილის თქმით, აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟება მოუწევს ყველას, ვისაც HD ხარისხის ტელევიზორი არ აქვს. როგორც რეგიონული კომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისამდე გადავა. რეგიონული მაუწყებლები და მათ შორის მეცხრე არხი ეტაპობრივად ახდენს ამ ტექნიკის განახლებას და ყოველი ახალი შენაძენისას ჩვენ ვცდილობთ, რომ ნებისმიერი აღჭურვილობა იყოს უკვე იმ ხარისხის, რა სტანდარტიც დააწესა საქართველოს როგორც მარეგულირებელმა კომისიამ, ასევე ამ ციფრულ მაუწყებელთა საბჭომ. DVB-T2 ეს არის უკვე სტანდარტი, რომელზეც უნდა გადავიდეს 2015 წლის 17 ივნისიდან ქართული მედია სივრცე. იმისათვის, რომ საქართველოში ყველა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ტელევიზორის ყურება და ინფორმაციის მიღება მოახერხოს, სახელმწიფო სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ქვეყანა 2015 წლის 17 ივნისამდე 70,000-დან მასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის set-top box-ებს შეიძენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილების უფროსის თქმით, მუნიციპალიტეტში ასეთი 2770 ოჯახია. დავით გოგალაძის განმარტებით, აღნიშნული მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. ახალციხის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი, ანუ 57,000-ის ქვემოთ, ვინც არის 1100 ოჯახი, რომელიც დახმარებას ღებულობს. 70,000-ის ქვემოთ აქვს დაახლოებით 1700 ოჯახს ქულა. თვითონ ქალაქ ახალციხეში უფრო ნაკლებია, 350 ოჯახი ღებულობს ქალაქ ახალციხეში დახმარებას და 570-მდე არის 70,000 ქულის ქვემოთ ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის პოლისით სარგებლობს. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში წინადადებების წარდგენა უკვე დასრულდა. მეორე ეტაპზე გადასული კომპანიების სია 12 ივნისს გამოქვეყნდება. მოწყობილობები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაში გაწერილ ტექნიკურ კომპონენტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი set-top box-ის ღირებულება 50 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. როგორც დოკუმენტაციაში მითითებული, გამარჯვებულების გამოსავლენად დაბალი ფასი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება. საერთო ჯამში სააგენტო 110-დან 220,000-მდე set-top box-ის შესყიდვას გეგმავს. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაფორმდება. სოციალურად დაუცველები კი ამ მოწყობილობებს 2015 წლის 30 ივნისამდე მიიღებენ. 2015 წლიდან საქართველოს ახალი თაობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, მათთან თანაცხოვრება და ურთიერთობა ამ საკითხებზე დღეს ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ ფაქტორებს გაეცნენ. უნდა სწავლობდეს თუ არა პრობლემის მქონე მცირეწლოვანი საჯარო სკოლაში. ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა სპეციალურად მომზადებული ფილმი ნახეს და ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრას ორგანიზება კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის გაუწია. იგი 24 სამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირთა კატეგორიას მოიცავენ. მსგავსი შეხვედრების საზოგადოების ინფორმირებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონში იმართება. მესხეთის შემდეგ ორგანიზატორები აქტივობას აღმოსავლეთ საქართველოში გააგრძელებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს როგორ უნდა გავესწროთ, როგორ უნდა დავეხმაროთ, რომ პირდაპირ არ უნდა ვეცეთ დასახმარებლად, უნდა ვკითხოს ჭირდება თუ რა ჩვენი დახმარება. ძალიან ბევრი რამე გავიგეთ, ეს ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ჩვენ ძალიან არ ვიცით, ჩვენ საზოგადოებაზე და არა მარტო სტუდენტებმა, არამედ უფროსო თაობამაც არ იცის თუ როგორ უნდა მოექცეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. გვინდა რომ ეს ბარიერი მოიხსნას და ვთქვათ მეტი იცოდნენ სტუდენტებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ, მათი საჭიროებების შესახებ, მათთან ურთიერთობების შესახებ, როგორ შეიძლება თანაცხოვრება ესეთ ადამიანებთან და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ გაგება არსებობს და კარგია რომ ესეთი შეხვედრები ტარდება. დღეს ბორჯომში ჯომარდობის ტურნირი გაიმართა, მასში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის მოყვარულთა გუნდებმა მიიღეს. დღესვე ბორჯომში საზაფხულო ახალგაზრდული საჯომარდო ბანაკიც გაიხსნა ვრცლად. სპორტული შეჯიბრების შესახებ ტელეკომპანია ბორჯომის ჟურნალისტები კი ამბობენ.
ტურნირი ჯომარდობაში დღეს ტრადიციულად ჩიტახევის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მონაწილეობას ამცხე-ჯავახეთის 6-ვე მუნიციპალიტეტის მოყვარულთა გუნდებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ პრობაციონერები და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდი. მოტივირებული ვართ გამარჯვებისთვის. ძალიან კარგი დღეა, წყალი არის ძალიან მაგარი. და გვიხარია ესეთი აქტივობა მონაწილეობის. ტურნირი ჩაივლის სლოგანით არა თამბაქო, არა ნარკოტიკი, თითქმის უმრავლესობა დებიუტანტები არიან, პირველად იღებენ მონაწილეობას ასეთ შეჯიბრში და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. ტურნირში მონაწილეობა სულ 8 გუნდმა მიიღო. გამარჯვება ასპინძის გუნდმა მოიპოვა. დღესვე გაიხსნა საზაფხულო ახალგაზრდული საჯომარდო ბანაკი ჯომარდიაც, რომელიც 41 წევრისგან დაკომპლექტდა. ჩვენი ხედვა და ჩვენი სურვილი არის, რომ ამ ახალგაზრდებიდან გამოვხშიროთ და მივცეთ საშუალება გარკვეულ რაოდენობას ახალგაზრდებისა, რომ დასაქმდნენ, გახდნენ ინსტრუქტორები, ტურიზმში ჩაერთონ, სპორტში, როგორც პროფესიონალი ჯომარდელები. ეს გამიშთა სურვილი, რომ ბანაკში მივიღო მონაწილეობა. არის სამთვიანი ბანაკი და ძალიან მომეწონა, იქნება ბევრი სახალისო გართობა, მეგობრებს შევიძენთ და ძალიან მიხარია, რომ მეც მივიღებ მონაწილეობას ამ ყველაფერში. ახალგაზრდული საჯომარდო ბანაკი საქართველოში პირველად ბორჯომში გაიხსნა. ბანაკი ფუნქციონირებას სექტემბრამდე გააგრძელებს. სოფელ უდეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. მინიფეხბურთში ერთმანეთს ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი უდეში უკვე მე-6 წელია მიმდინარეობს. ვისი ორგანიზებით იმართება შეჯიბრი და ვინ გახდა 2014 წლის გამარჯვებული, ნახეთ ჩვენი სიუჟეტიდან. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირში წელს 7 საფეხბურთო გუნდი ჩაერთო. 12-დან 14 წლამდე ასაკის ვაჟები ერთმანეთს მინიფეხბურთში დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის შემდეგ პირველობა უდის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი შესაბამისად ლელოვნისა და არლის საჯარო სკოლებმა გადაინაწილეს. სოფელ უდის ალიკა ბალახაშვილის სახელობის გუნდის ფეხბურთელები გარდამავალ თასს უკვე მესამე წელია ინარჩუნებენ. ეს არის ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი. ალიკა ბალახაშვილი უდის ნომერ 1 საჯარო სკოლაში გაიზარდა. აქ სწავლობდა. ეს ტურნირი ყოველწლიურად ტარდება. ჩვენ ამ ტურნირში ყოველწლიურად მონაწილეობთ. შარშან პირველი ადგილი ჩვენ ავიღეთ და ეს თასი დაგვრჩა ჩვენ. წესად დიდი შემართებით ვართ და გვინდა რომ ეს თასი ისევ ჩვენთან იყოს. არლის გუნდი მონაწილეობს ამ ტურნირში. ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები, შევეცდებით რომ მოვიგოთ. აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის ჩემპიონატი მინიფეხბურთში 2009 წლიდან იმართება. მას ორგანიზებას ალიკა ბალახაშვილის მამა გურამ ბალახაშვილი უწევს. ამბობს, რომ მისი შვილი ფეხბურთის მოყვარული იყო, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტურნირს საფუძველი საკუთარი სახსრებით ჩაუყარა. 2008-ში დამეგუპა შვილი, თამაშობდა ფეხბურთს და ვატარებ 2009 წლიდან მე-6 წელიწადია შეჯიბრებებს. რა თქმა უნდა, ჩემი თანხებით ვაფინანსებს სკოლის დირექციის დახმარებით, გვერდზე დგომით. მე თვითონ სპორტ სკოლაში საათები მაქვს, ვამზადებ ბავშვებს, წრე მაქვს და ჩვენ ვემზადებით ყოველთვის. ლელოვნის, ბოლაჯურის, ენთლის, ბენარის, არლისა და უდის საჯარო სკოლების გუნდები დღეს ერთმანეთს ალიკა ბალახაშვილის სახელობის მინი სტადიონზე დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულ ფეხბურთელებს სპეციალური სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ. როგორც ორგანიზატორი განმარტავს, სამომავლო ჩემპიონატში შესაძლოა მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა ჩაერთოს. ახლა კი ვნახოთ, როგორია ამინდი გველოდება ხვალისათვის ამცხე-ჯავახეთში და როგორია ვალუტის გაცვლითი კურსი. ასეთი იყო დღევანდელი დღე და საინფორმაციო გამოშვება ეკომეკეთილის სურვილებით გემშვიდობებით. საინფორმაციო სამსახური მუშაობას 2 შაბათს 13 საათზე და 30 წუთზე თიკო კურტანიძესთან ერთად გაგრძელებს. წარმატებულ შაბათ კვირას გისურვებთ, მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.